ჩართულია მართლა დღეს საუბარი პროტესტის ფაზაზე, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაც კონკრეტული სიმპტომების მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები, იმიტომ რომ ცხადია ერთის მხრივ ჩანს რომ ეს არის დიდი შიში იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში დგანან, მაგრამ მეორეს მხრივ ჩანს ის ნიშნები, რომ უფრო და უფრო სწრაფად მიდის წინ ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისკენ ბიზინა ივანიშვილის მიერ მართული გუნდი. ამ შემთხვევაში არ ავიღებ ჩემ თავზე იმ პასუხისმგებლობას და ზოგადად ზედმეტი ოპტიმიზმის დათესვას, რომ რაღაც აგონიურია პროტესტი, უბრალოდ აგონიურია რეჟიმი და უკვე დამარცხდნენ და არიან კაპიტულაციაზე გადასული. პირიქით ვფიქრობ, რომ ისინი მაქსიმალურად ახდენენ იმ ძალების მობილიზებას, რაც მათ ხელშია და მათ ხელში არის რამდენიმე ძალა. მე ძირითადად ვეცდები, რომ მაინც საზოგადოებრივი კომუნიკაციის კუთხით ვისაუბრო, იმიტომ რომ ცხადია არ მინდა სხვა კომპეტენციებში შევიდეთ. პირველ რიგში, რაზე დგას ხოლმე ტოტალიტარული რეჟიმები, როდესაც ხდება კრიზისები, როდესაც ხდება ომები, როდესაც ხდება ადამიანების დაჩაგვრა, ეს დგას ორ ძირითად მაჩვენებელზე. ეს არის შიში და იგნორი. ანუ არიან ადამიანები, ვიზაც მუშაობს შიშის ფაქტორი, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორით და ვხედავთ, რომ ადამიანებს იჭერენ, აწამებენ, მათ დისკომფორტს უქმნიან და ამის შიშის გამოწვევა ძალიან მარტივია, მაგრამ მეორე კიდე უფრო საშიში მხარდამჭერი რაც ყავს ამ ტიპის რეჟიმებს, ეს არის იგნორი, რომ თითქოს არაფერი არ ხდება და თითქოს ცხოვრება აგრძელებს ნორმალურ კალაპოტში ყოფნას. ჩემთვის ეს სიმპტომი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რო ავიღოთ ჩვენ ის პროცესები, რაც ხდებოდა პარალელურად, თუნდაც რუსეთის ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი მე რუსულ პროპაგანდისტულ არხებს არ ვუყურებ, მე პირიქით ყველაფერს ვუყურებ და ვაკვირდები და რუსეთის მცდელობა, რომ ყველაფერი ნორმალიზებას დაუბრუნოს, რომ ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ პარალელურ რეჟიმში, ეს არის ის, რასაც დღეს აკეთებს ბიზინა ივანიშვილი. ანუ ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ეს არის რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ მართული პროტესტი და პარალელურ რეალობაში მაგალითად მიმდინარეობს ჩემთვის სრულიად გაუგებარი ღონისძიება თავისი მონაწილეებით ბაკურიანი 2025, სადაც ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გვემუშავა ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას ან სპორტის კომაგებს ამ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში ჩართული, რომ იმ მონაწილეებს ეგრძნოთ თუ რა ტიპის ქვეყანაში ჩამოვიდნენ და რა ტიპის რეჟიმს ემსახურებიან და რა ტიპის რეჟიმის გვერდით დგანან დღეს.